ფსიქოლოგიური ტრავმა. დედაჩემ და მამაჩემ არიან დაშორებულები. და ეგ გადავიტანი ძალიან რთულად. ო დიდი გავლენა მქონია შენზე როგორ ჩას? არ ვიცი, აი დედაშურია, დაქალურია, აი დედაჩემი არის ჩემთვის პირველი ქალი. ავღელდი. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას შვილიშვილი ხარ. ყოველთვის რაღაცას როცა ვაკეთებ, ჯერ ვითვალისწინებ ჩემს ოჯახს. ზურას ბენდში მღერი. ასევე შენი ბენდი გაქვს. დიახ. სანამ ზურას ბენდი შეიქმნებოდა, მანამდე იყავი ნიკოს ბენდში. სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს? იცით რა არის? მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია ლიზა დარასელია. მოგესალმებით ყველას მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა გიორგი პირველ რიგში რომ მომიწვიე შენს გადაცემაში. დიდი მადლობა რომ გვესტუმრე და მე მაინტერესებს როგორ ხასიათზე ხარ დღეს აქ რომ მოხვედი. ძალიან კარგზე. საუბრის ხასიათზე თუ ხარ? მე ყოველთვის ვარ საუბრის ხასიათზე. კი ბატონო, ძალიან კარგი. ესე იგი კარგი გადაცემა გამოგვიყვება. ნამდვილად. მაყურებელს ვეთქვი რომ გამოიწეროს არხი რა თქმა უნდა. გამოიწერეთ. მომღერალი ხარ? დიახ. მე მაინტერესებს როგორ დაიწყო შენი კარიერა. ნუ ხა შეიძლება ცოტა ისე გამოვიდეს რომ ბავშვობიდან, მაგრამ მართლა ბავშვობიდან მღერი. ჩემი პირველი სიმღერა იყო თუ. დედაჩემმა მიყიდა ბასტებუბუს დისკი. და მაქედან მოყოლებული მიკროფონი არ გამიგდია საერთოდ ხელიდან. და მღერი. ბავშვობიდან გინდოდა რომ მომღერალი გამოსულიყავი? ყოველთვის. ვის სიმღერებს გაიზარდე? ჯესი ჯეი, აი გიჟდებოდი ჯესი ჯეის. აი არ ვიცი რატო, ალბათ ხა ბავშვობაში არ ვიცოდი მელიზმები და ისინი რა იყო, მაგრამ ალბათ უფრო მელიზმები ზოგადად მეც მიყვარს სიმღერის დროს. და ალბათ ეგ იყო პირველი, რამაც დამაინტერესა ეგ ადამიანი ზოგადად მომღერალი. და შენი აზრით წარმატებული მომღერალი ხარ? ეგიც როგორ შეკითხვა, ეხლა ვისთვის როგორ? ჩემი აზრით ჯერ იმდენ წარმატებას არ მივაღწიე, მე ყოველთვის მეც მოვითხოვ საკუთარ თავისგან. იმიტომ რომ არასოდეს არ უნდა ვდები და ყოველთვის წინ და წინ მივიწევ. რაც არ უნდა წარმატებული გავხდე, ჯერ არ ვთვლი რომ წარმატებული ვარ. შეიძლება ვიღაცისთვის იყოს წარმატება ტელევიზიაში გამოჩენა, მაგრამ ჯერ მაინც არ მიმიღწევ იმ ბიზნესთვის, რაც მინდა რომ გავაკეთო. აი, პატარაობას ოცნებობდი, დარწმუნებული ვარ, რომ დიდ სცენაზე მოხვედრილი ვარ, ხო ეგრე? მე შეძელი? ბავშვობიდან ვოცნობდი, რომ ტელევიზიაში ყოფილიყავ. ყველა ბავშვის ოცნება ეხა, როცა ხედავ ტელევიზორში მომღერალს და ეგ ავიხდინე ესე ვთქვათ. დიდი შრომა დაგჭირდა ამისთვის? ნამდვილად კი. და ხელის შემწყობი ფაქტორები თუ იყო? ალბათ იყო. გასაკური არ უნდა იყოს, რადგან ეხლა მაინც როცა ვიტალი დარასელიაშვილი ხარ, გინდა არ გინდა ეგ გეხმარება ეგ სახელი და გვარი, მაგრამ არასოდეს აი არ ვიცი მაყურებელი დაიჯერებს თუ რა არ გამომიყენებია მე პირადად. ყოველთვის მივდიოდი ისე რომ ვარ უბრალოდ ლიზა დარასელია. იქ ახლა შეიძლება ვიღაცას ეკითხა რომ შენ ვიტალი დარასელიაშვილი ხარ, მაგრამ ეგ არ იყო ხშირად. ამიტომ გონია რომ ბაბუს დამსახურებაც არის რა თქმა უნდა როდესაც სახელი გვარი დამიტოვა და ჩემი აზრით მეც ძალიან მშრომელი ადამიანი ვარ. შეიძლება ცოტა ბაქო ჩემი თავი მაგ საკითხში, მაგრამ მართლა ბევრი ვიშრომე რომ რაღაც წარმატებას მაინც მიმეღწია. ზურას ბენდში მღერი. ასევე შენი ბენდი გაქვს. დიახ. სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს? ვერ ვიტყვი ისეთ პასუხს, რადგან ორივეს ძალიან ეწყინება, მაგრამ მართლა ორივეში კომფორტულად ვარ. ვერ ვიტყვი რომ ჩემს ბენდში უფრო კომფორტულად ვარ ვიდრე ზურაში, იმიტომ რომ ორივე ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ესე თავი არიდე. ეხლა შენ პასუხს მე როგორც მივხვდი. და მოდი მე უფრო გავართულებ კითხვას. გისმენ. სანამ ზურას ბენდი შეიქმნებოდა, მანამდე იყავი ნიკოს ბენდში. კი ბატონო. და რომელი ჯობია შენი აზრით? იცით რა არის? ორივე ძალიან კარგია. კიდე ავარიდებ, იმიტომ რომ ერთადერთი შეიცვალა ზურა და მე ზურა ძალიან მიყვარს. ზურას აქედან მე. აუცილებლად ზურა მაჯავედთან მაქვს საერთოდ სხვანაირი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ნიკოს არ ვიცნობდი და ნიკო გავიცანი მაშინ, როდესაც მივედი პირველად პოსტივში. ამიტომ, რავი, ორივე კარგია, მაგრამ ესე ვიტყვი, ჩუმად. ორივე კარგია, მაგრამ ზურასთან უფრო კარგად გრძნობ თავს. მე ძალიან მიყვარს ზურა და მაგით. რასაც მღერი, იგივეს უსმენ? არა. რას უსმენ? ზოგადად? ხო. მე უფრო ჯაზი. ჯაზი და პოპი, ნუ თავისთავად ხა ჯაზი და პოპი უფრო მნიშვნელოვანია. ზოგადად რას მღერი? ანუ დავასახელო ესე? ხო, რავი ჟანრი. მე ზოგადად ძალიან მიყვარს ჯეიმს ბრაუნი. ჩემს საყვარელი სიმღერა ერთ-ერთი არის This is a Man's World. იმიტომ რომ ძალიან კომფორტულად გზნობ მაგ სიმღერაში თავს. ამიტომ ჯაზი, პოპი, რავი, ყველა ბლუზი, ანუ აი უფრო ჟანრი ჩემი აქეთკენ მიდის. გასაგები. ყველაზე დიდი წარმატება რა გახსენდება შენ ცხოვრებაში? რა იყო გარდამტეხი ასეთი?
ჩემი ყველაზე დიდი წარმატება? პირველი ჩემი ესე წარმატება რაც მოხსენდება ძალიან დიდი, ნუ წარმატებას ვერ დავარქმევ, უფრო გამოუჩდი ესე ვიტყვი. მაჩვენე შენი ხმა იყო პირველად, რადგან მას შემდეგ პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუში მომიწვიეს, ჩემს ბენთან ერთად სხვათა შორის. ცოტა ხანი იქ გავატარე რაღაც პერიოდი და შემდგომ იყო უკვე cover show, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ძალიან კარგად მახსოვს. შეიძლება რაღაც ცოტა რთული პერიოდი იყო მართლა და ძალიან ისე მახსენდება. რთული პერიოდი რა მხრივ? ყველანაირად. ძალიან სტრესული გარემო იყო. ძალიან ვინერვიულე, ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. შეიძლება ესე ვჩანდე რომ ძალიან ისეთი კაცრი და რაღაცნაირი ვარ, მაგრამ ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ცოტათი გამიჭირდა. იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვიღე ჩემს თავთან და ზოგადად ეგრე რაღაცას როცა ვაკეთებ, ზედმეტად ვითხოვ ჩემი თავისგან ყველაფერს და რო არ გამომდის, მე ნერვები მეშლება. გასაგები. ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ ყავს? დედა. დედა, ხო? დედა არის ყველაზე ბავშვობიდან ეგრე ყოველთვის დედა მახსენდება და ჩემი მეუღლე. შენი მეუღლე? უკვე ჩემი მეუღლე. ორივე. ხო, მეუღლე ახსენე და როგორ ფიქრობ, ოჯახი კარიერისთვის ხელი შემშლელია? იცი როგორი საკითხია, გააჩნია გვერდით როგორი ადამიანი გყავს. მე მაგალითად მართლა ძალიან გამმართლა, რადგან ზოგადად მომღერალ ადამიანს მართლა ძალიან უჭირს ოჯახის შექმნა, იმიტომ რომ ბენდი როცა გყავს, მიწევს ღამეს სიარული, ნუ არ სიამოვნებს ბევრ მამაკაც, ხო? შევთანხმდეთ მაგაში, მაგრამ მე გამიმართლა მართლა და ყველანაირად გვერდში მიდგას და მართლა ვუფასებ და ძალიან დიდი მადლობა, შენ და ძალიან მიყვარხარ. ხო. გამიმართლა. გამიმართლა. გამიმართლა, ძალიან კარგია, ხო? ანუ ზოგადად ამ სფეროს წარმომადგენელ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან რთულია ჩემი აზრით, იმიტომ რომ მაინც არის ხო ახლა ხამე როდესაც არ ხარ სახლში, თან ხშირად არის კონცერტი როცა გაქვს უარს ვერ იტყვი. აი ეგ არის. და ეგეთი ამბები და ძალიან კარგია თუ გამგები ადამიანი ყავს გვერდში და ბედნიერი ხარ. კი ბატონო. კი ბატონო. დავლიოთ ერთი. დავლიოთ ერთი. უნდა მეკითხავ რა და როგორ შეეწყო შენი მეუღლე შენ სამსახურს მეთქი? ძალიან კარგად შეეწყო. ხო. ძალიან სხვა გზა არ ქონდა, ეხლა როცა ირჩევ მომღერალ ადამიანს, სხვა გზა არ გაქვს. მაშინ ნუ აირჩევ საერთოდ. ხო, ეხლა ნახე ერთი ტელევიზიაში ხარ, კონცერტები გაქვს, მღერი, ესე შემდეგ და ასე შემდეგ. და ოჯახში როგორი ხარ? ძალიან კარგი სხვათა შორის, ძალიან კარგი კულინარი ვარ. მართლა? ახლა მეგრელი ვარ და სხვანაირად ხო, ეხლა ეგ რა თქმა უნდა. ჩემს ოჯახში ღომი, ბაჟი ყოველთვის არის. შენ აკეთებ. რა თქმა და უნდა. არ იძახებ. არა, მე ვაკეთებ, მართლა ყველაფერს ვაკეთებ მე. და მეთანხმება მაგერ ჩემი დაქალი. ეთანხმები? კი, ძალიან კარგი. და ყველაზე კარგად რომელ კერძს აკეთებს? ღომი და ბაჟი. ხო? ელარჯი და ბაჟი. და ეხლა ნახე, ანუ სანამ დაოჯახდებოდი. კი ბატონო. იქამდე ეგრე იყავი? არა, იქამდე დედა ჩემი. ხო. და მე აი არაფერს არ ვაკეთებდი და თურმე რა რთული ყოფილა. მართლა? ოჯახი ძალიან რთული, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გქრის, იქ დაალაგე, რაც არ უნდა დამლაგებელი მოყავდეს, მაინც ხონდა შეავო ხელი. დაალაგე, საჭმელები გააკეთე, ცალკე ჩემი კარიერა, ცალკე ის და ძალიან ნუ გაწამვაძიაში ვარ. მაგრამ ყველაფერს ვასწრებ. გასაგებია ყველაზე კარგად აკეთებ ღომს, ელარჯს და ხარჩოს, ხო? და ყველაზე ცუდად რას აკეთებ? მაწვნის სუპს. მაწვნის სუპს? მაწვნის სუპს რატო? იმიტომ რომ არასდროს არ გამიკეთებია. აჰა. გასაგებია, ესე იგი ხელს რასაც მოგიდე, ყველაფერი კარგად გამოგდის ამის თქმა გინ. გასაგებია. პირველი ემოცია როგორი იყო, როცა მეუღლემ ხელი გთხოვა? ვაიმე. ანუ ეხლა ყველას აქვს ხოლმე დაგეგმილი ხშირ შემთხვევაში მიახლოებით, როდის გათხოვდება, ან როდის მოიყვანს სოლოს. შენ შემთხვევაში როგორ მოხდა? ძალიან ემოციურად მახსოვს ეგ დღე, იმიტომ რომ საერთოდ არ მოველოდებოდი. აი საერთოდ და ძალიან ბედნიერი ვიყავი, თან ჩემი ახლო მეგობრებიც იყვნენ ოჯახის წევრები, მაგრამ ძალიან ბევრი მაკლდა. ვიცნო ყოფილიყო, მაგრამ ნუ ეგრე ხდება ხოლმე ხარ რა გავაკეთებ. ზოგადად, ანუ ადამიანები გეგმავთ ხოლმე მიახლოებით მაგასაკს. აი როდის გავთხოვდებით და შენ როგორ ქონდა გააზრებული ეს სად გიწევდა რა ასაკში თუ არ გიფიქრია რა როგორ არ მიფიქრია. მე ზოგადად ვარ ძალიან კარიერისტი ადამიანი. მე ხო, ძალიან ცუდი არაფერი არ არის. არა, ნამდვილად. და ალბათ ფიქრობდი ნუ 25 წლის მერე, მაგრამ დავინიშნე 23 წლის ასაკში. ჯერ მეგონა რომ მაინც უფრო კარგად ფეხზე დავდგებოდი, უფრო ბევრი ხალხი გამიცნობდა. უფრო პოპულარული იქნებოდი, უფრო პოპულარული იქნებოდი, მაგრამ ნუ ესე მოხდა და კარგია რომ მოხდა. გავიგე ხელი როდის გთხოვეს. მაგრამ საიდან დაიწყო თქვენი ურთიერთობა, ეგ არ გამიგია. დარწმუნებული ვარ მაყურებლებსაც აინტერესებს. ჩვენი ურთიერთობა დაიწყო ჩვენი მეგობრისგან საერთო. როგორც ხდება ხოლმე? როგორც ხდება ხოლმე, გაგვაცნეს ერთმანეთი, მაგრამ
მე არ მომწონდა თავიდან საერთოდ და ზოგადად არ ვფიქრობდი შეყვარებული, იმიტომ რომ ძალიან მიზანდასახული მქონდა ჩემი კარიერა, ჩემი მომღერლობა და ნუ სწავლა და ერთ ამბებში ვიყავი მოკლედ და ბოლოს მაინც იმდენი გააკეთა, თავის გაიტანა. არ მომეშვა. იბრძოლა და რომ იბრძოლა დაუფასდა, ამიტომ ბიჭებო იბრძოლეთ ხალის გამო. და ესე დასამახსოვრებელი რა გააკეთა, რაც შეგიძლია რომ გაიხსენო. დასამახსოვრებელი? ეხლა ძალიან ყვავილები და ის აღარავის აღარ უყურს. ეხლა ეგ არის ლოგიკური, რომ რა გააკეთა და გეტყვი რა გააკეთა. მაგრძნობინა რომ ჩემს გვერდით არის კარიერაში, იმიტომ რომ მაგას ვიზახდი რომ ჩემს გვერდით ეჭვიანი მამაკაცი ვერ იქნება თქო. მე ესეთი პროფესია მაქვს თქო, რომ ყველანაირად გვერდში უნდა მედგეს თქო. რომ დავინახე, რომ გვერდში მედგა, ყველანაირად აი ხან იქ წამომყვებოდა ხან აქ და რომ გრძნობდი რომ ჩემს გვერდით იყო. ალბათ ბრძოლა როგორი რაღაცა იცი, ბრძოლას ვერ დავარქვე მაგას, უფრო ხელი შემიწყო. და ბრძოლა ეხა მამაკაცი როცა არ ჩერდება და ყოველთვის მოდის და ყოველთვის ის ნუ ბრძოლა გამოდის რო არ გეშვება უარზე როცა არის გოგო და მაინც ბიჭი თავისას აწვება ნუ ეხა ბრძოლა გამოდის ამარა გამოდის კი თან ძალიან დიდი ბრძოლა კი ბატონო და მე მაინტერესებს ქორწილი როდის არის დაპატიჟება გინდა არა დაპატიჟებული ქორწილი როდის არის და არ ვიცი ზუსტად ეხა იმიტომ მე მამაჩემს ვაუღდები მამაჩემი არის ამერიკაში ხო იქ გახსნა აკადემია თავისი ვიტალი დარასალიასი და მინდა რომ ჩამოვიდეს. აუ რა კარგი ამბავი. ხო, ძალიან კარგი და ველოდები, მაგრამ მამაჩემ მითხრა რომ მე თუ დამელოდე შულო, кайხანი ვერ ჩამოვალო. ამიტომ შეიძლება გაზაფხულზე იყოს. ან შეიძლება ერთ წელში იყოს, ნახოთ რა, არ ვიცი, ზუსტად ესე ვერ გეტყვით. მამაჩემი თუ ჩამოვა, აუცილებლად გაზაფხულს იქნებოდა თუ არა და ცოტას გადავიდეთ. გარდა იმისა, რომ სატელევიზიო ამბავში ხარ მღერი და კონცერტები გაქვს, აი პროფესიით ვინ ხარ? პროფესიით ვარ ფსიქოლოგი. ხო, წელს სხვათა შორის ვამთავრებ უკვე. უნდა მეკითხა ეხლა, რომ გიმუშავია თუ არა თქო ამ სფეროთი. არ მიმუშავია, სამწუხაროდ, იმიტომ რომ წელს ვამთავრებ. და ალბათ ვიმუშავებ და ჩემი კაბინეტიც ესე მექნება. ანუ მაინტერესებს ძალიან და ძალიან საინტერესო თემა არის. ზოგადად ადამიანებთან კომუნიკაცია ძალიან მეხერხება და გამომდის. და ერთ რაღაცას გავიხსენებ ისტორიას და სხვა შორის ძალიან საინტერესო ისტორია. მოკლედ სკოლაში ვსწავლობდი მაგ პერიოდში და ჩემი კლასელი გადმოვიდა ვიღაც ახალი გოგო, რომელსაც ჰქონდა, არ ვიცი, რაღაც აშლილობა. ძალიან ჩაკეტილი ბავშვი იყო, არავისთან კომუნიკაცია არ ჰქონდა, ყველა აბულინგებდა და რაღაც შემეცოდა, აი ყოველთვის ისე ვიყავი, რომ აი რაღაც ადამიანები მეცოდებოდნენ, რაღაც თუ უჭირეთ, რაღაცა ყველანაირ დახმარებას ყოველთვის უწევდი, აი ღმერთია მოწმე მართლა. და პირველად რომ მივედი მაგ გოგოსთან, ეგრევე რაღაც კომუნიკაცია ოდნავ ჩამოვაყალიბე, მაგრამ ისე მაინც ვერ შემოვიდა კონტაქტში. მეორეჯერ რომ მივედი, როგორ მახსოვს, ძალიან ვიჩხუბე კლასში ბავშვებთან, ფურცლებს იღებდნენ და ესროდნენ. და ანუ წარმოგიდგენ ხა ჩაკეტილ ადამიანზე ეგ კიდე რომ მაგას გააკეთებ, უარესად გახდება. ძალიან ვიჩხუბე კლასში მართლა ვკიოდი სამარცხვინოდ და იმ ბავშვმა ალბათ რომ იგრძნო, რომ აი რაღაც დამიცადო, ხარდაჭერა იგრძნო, უფრო შემოვიდა კომუნიკაციაში და ბოლოს ისე მოხდა, ბევრი საუბრის და იმის მერე რომ ბოლოს არის რომ ქონდა იმღერა. ოღონდ ეგ როგორი რაღაცა იცი, წარმოგიდგენ ხა ჩაკეტილი ადამიანი რომელიც კომუნიკაცია აქვს 0, ყველა ხალხი იყო გამოსული ბავშვები, ვინც ბოლოს არის, ნუ ხო ხდებ რამდენი კლასი იყო და რო გაახოპი და იპოსტა, ყბა დამივარ და ისეთი ხმა მოუშვა, მართლა ის შოქში ვიყავ, მეთქი შულ აქამდე სად ვიყავი თქო. და მაგის მერე სხვა შორის ყოველთვის ხდებოდა და ძალიან გახსნილა და ძალიან თამამად იყო ესე ვიტყვი და მე მგონი მაგ ბავშვის დამსახურება რომ ფსიქოლოგიას ჩავაყარე. ხო, ანუ მაგის მერე გადაწყვიტე? კი და მით უმეტეს ის რომ მე ესეთი პროფესია მაქვს, ადამიანების შესრობა და ის უნდა იცოდე. ხო. ხო ხდები ხარ რას ვამბობ. და ამიტომაც ჩავაბარე რომ ადამიანები კარგად შევიცნო, გავიცნო თუ როგორ მეპყრობიან, მე უკან ხო იცი როგორ ხდება ხოლმე ზურს უკან ლაპარაკებდი, მე ვერ გამომპარებს შანსი არა, შეიძლება თვალი დავხუჭო რაღაცეებზე, მაგრამ ვერა. გასაგებია. ანუ დარწმუნებული ხარ რომ ამ პროფესიით იმუშავებ. მაგრამ მეორე არის როგორ შეუხამებ შენ საქმიანობას ამჟამიდოს. პირველი არის ჩემთვის მუსიკა. პირველი ჩემთვის ყოველთვის იქნება სიმღერა, იმიტომ რომ ეგ არის ჩემი ბავშვობის რავი ოცნება და მაგაზე წინ არაფერს არ დავაყენებ. მაგრამ ყოველთვის ფიქრობდი რომ მარტო მუსიკა და მარტო ის არ უნდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან განათლება არის საჭირო. მაგიტომაც ჩავაბარე ფსიქოლოგიაზე. და ზოგადად ჩემს მეუბნებოდა რომ თეატრალურზეც ჩააბარეო ბარემო, რადგან მაინც ხელოვნებას მიყვებიოდა. რაღაც ავირჩიე მაინც ფსიქოლოგია და რატო არ ვიცი. ალბათ ეგ მიზეზი იყო რაც გითხარი. ხო, დიდი გავლენა მქონდა შენზე როგორც. მოახდინა კი ბატონო.
ადამიანს რას ვერ აპატიებს ზოგადად ცხოვრებაში? ტყუილს. ზოგადად? ხო. ტყუილი, ღალატი და პირფერობა. და ნახე, ადამიანი როდესაც ჩვენ ცხოვრებაში შეცდომას დაუშვებს. კი ბატონო. შემდეგ მაგის გამოსწორების გჯერა? არა. არა? ანუ ადამიანმა ერთხელ თუ დააშავა? გეტყვი ნახე როგორ არის ეგ ჩემი აზრით. როცა ნამდვილად გულწრფელად ნანობს მაგ საკითხს და მოდი შენთან. ხო. კი, შეიძლება მაინც რაღაც ხო, შეიძლება მაგ დროს მოგატყუოს. შეიძლება მაგას ვამბობ ზუსტად, რომ ბოლომდე მაინც ვერ ენდობი ხვდები? ანუ მაინც რაღაცა გექნება შინაგანად, რომ აი ერთხელ თუ გიღალატა, მეორეჯერაც რაღაცას გააკეთებს. ეგ არის ძალიან ცუდი ზოგადად. თან მეცოცხლე ცხოვრება ძალიან ცუდია. ძალიან რთულია და მაგიტომაც ვცდილობ, რომ ჩემს გვერდით იყვნენ ადამიანები, ვისი იმედიც მაქვს, ვისაც ვენდობი, მაგრამ პირდაპირ ვეწყო, რომ საკუთარი თავის გარდა არავის არ ვენდობი. ანუ ადამიანებს არ ვენდობი? რთულად ვენდობი. უნდა მოიპოვონ, რომ ვენდო. მართლა ძალიან რთულად ვენდობი, იმიტომ რომ როდის მიხვდი მაგას? რომ ეგრე უნდა იცხოვროს ადამიანი? საკმაოდ ნაადრევ ასაკში. ვიყავი ალბათ 17 წლის. ეგ როგორ რაღაცა იცი, აი დაქალების საკითხი უფრო არის. რომ აი რაღაც ერთხელ რომ რაღაცა ისე გაგიკეთებს, მე უკვე დაქალობაც ძალიან რთულია, ხვდები? რომ მე ზოგადად ძალიან გახსნელი ვარ, ძალიან ემოციური ვარ, კიდე აღნიშნავ, მეგობრობა ვიცი. ემოციური ვარ, მეორეჯერ ამბობ უკვე რომ ემოციური ხარ რა? ვარ, ძალიან. და აი, რაიმე ფსიქოლოგიური ტრავმა თუ ქონია? ფსიქოლოგიური ტრავმა ქონია, მაგრამ მაგას ვერ ვიტყვი. იმიტომ რომ ძალიან ოჯახური არის რა. აღელდი ახლა. აღელდი. კი. ნუ კაი, გავშლი არ არის მანდ არაფერი ისეთი. დედაჩემ და მამაჩემ არიან დაშორებულები. ხო. და ეგ გადავიტანი ძალიან რთულად. რამდენი წლის იყავ? ძალიან პატარა. 14 წლის. ძალიან რთულად გადავიტანე, რადგან ორივესთან მქონდა ძალიან ჭიდრო კავშირი და მაინც ძალიან ცუდი ასაკი დამემთხო ხვდები, აი მაინც თინეიჯერობა, უფრო სხვანაირად განიცდი რაღაცებს, ძალიან ემოციური იყო და ეგ ტრამბულად მახსენდება, მაგრამ ეხლა უკვე რომ მკითხო ცოტა, ნუ გადალახული მაქვს ხო, მაგრამ ის პერიოდი ცუდად მახსოვს. არ გიცდია რაიმე ურთიერთობაში მე მშობლებთან? არა, აღარ მიცდი, იმიტომ რომ უკვე დედაჩემს თავისი ოჯახი ყავს და მამაჩემს თავისი ოჯახი, ამიტომ გასაგებია. მე ვერანაირად ვერ ჩავერებ. მშობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს ახლა? აი დედასთან მაქვს როგორი იცი, აი არ ვიცი, აი დედაშურია, დაქალურია, აი დედაჩემი არის ჩემთვის პირველი ქალი. აი მართლა, ჩემთვის მისაბაძე ადამიანი არის, რადგან მთელი ცხოვრება რაც მახსოვს, ყოველთვის გვერდში მიდგას და დედაჩემს არის დაქალი არ მყავს. ანუ მშობლებთან დედასთან ყველაფერს საუბრობ. კი, მამასთან მაინც კი, მამა მაინც გოგოსთვის ხო ის როგორ არის, მაინც ისე ვერ იტყვი, იმიტომ რომ მამა არის და ცოტა ისე რეაგირებს და დედასთან საერთოდ სხვანაირი ურთიერთობა მაქვს. მართლა, მამაც ეხა რას სულელე ძალიან მიყვარს და რას ყოველთვის რავი სულ ერთმანეთს ხვდებით და რაღაც, მაგრამ ეხა ამერიკაში რო არის, ძალიან მიჭირს. აი მაგას ვამბობდი ემოციურად, აი თუ პირი და რაღაცა არის მამაჩემის გამო, იმიტომ რომ ძალიან მენატრება, 5 წელი არ მინახავს. წარმოიდგინე და სულ ვიდეო კოლით და ისე გვიწევს კომუნიკაცია და ძალიან მიჭირს. თამით უმეტეს გოგოშვილისგან ძალიან რთულია ეგ. ყველასთვის რთულია ხარ რა თქმა უნდა კომუნიკაცია რო არ გაქვს, მაგრამ ვცდილობ რომ შევიკავო თავი. მე ვფიქრობ, ზოგადად ეგეთი ის დამოკიდებულება, რომ ადამიანები ყველაზე რეალურები ვართ მაშინ, როცა წვევებით ძილის წინ და ვფიქრობ რაღაცებს რა. აი მაშინ რას ვფიქრობ ხოლმე და აი რა გონია რომ რაღაც უნდა აი შენი სირთულე რა არის ცხოვრების. აი გეტყვი რას ვფიქრობ ყოველთვის. მე ვარ ძალიან რელიგიური ადამიანი. და რო ვწვევი მართლა ყოველთვის უფრო ღმერთო დიდი მადლობა ამ დღისთვის, ყოველი დღისთვის მადლობას ვეუბნები. ღმერთო მადლობა და ღმერთო მადლობა რომ მყავს გვერდში ადამიანები, ვისაც ვუყვარ ვარ და ვინც მიყვარს. იმიტომ რომ სამწუხაროა, მაგრამ არის ის ფაქტი, რომ ადამიანები მიდიან უსიყვარულოდ. სიყვარული არ იციან რა არის და ეგ არის ძალიან რთული. და ჩემი აზრით ცოდვა ის ადამიანი სიყვარული არ იცის. ხო, ზოგიერთ ადამიანს სიყვარული არ შეუძლია მე ეგრე ვფიქრობ. ანუ სიყვარულს რაღაც უნარი უნდა რომ უნარი უნდა ნამდვილად გეთანხმები მაგაში. მეგობრებს ახსენებ ხშირად, ამიტომ და კითხვა. რაღაც გააქვს მაგასთან დაკავშირებით აუცილებლად ცხოვრებაში, იმიტომ რომ ხშირად გამოყავი მეგობრობა და ნდობა. კი ბატონო, მაქვს. და როგორ ისტორია იცი, ახლა აქ ჩემი დაქალია, მე და მარიამი და მისი და კიკი მოვდივართ სულ აი ერთად, აი მართლა აკვნიდან, იმიტომ რომ
მამაჩემის ნათლული არის მარიამის და ვიზდებით მართლა დებივით ვართ. და ამათ გარეშე მე არ ვიცი, საერთოდ რა მეშველებოდა ან რაღაცა მართლა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. ესენი არიან ჩემი მრჩევლები და ადამიანები, რომლებსაც ვენდობით ხვალდახუჭული. ერთადერთი მართლა მაგის თქმა შემიძლია, იმიტომ რომ ზოგადად ახალ გაცნობილებთან ცოტა მიჭერს. იმიტომ რომ უნდა მოიპოვონ ნგდობა და უნდა გაგიცნონ კარგად რა, ესე ვერ გაიხსნები, ყოველს გამორიცხულია. ძალიან რთულია. ეგ ცხოვრებაში მე ხელს არ გიშლის? კი, მიშლის. და ყოველთვის მაინც გინდა არ გინდა ეჭვის თვალით უყურებ, რომ აი ის კი არა სიტყვაზე ის რა სიტყვის ჩემს მაგაზე არ მაქვს. აი მე რო სითბოს დავანახებ და მე რო შენთან სიტყვაზე მეგობრობ და ძმაკაცობ და ძალიან ისე ვარ ანალოგიური თუ არ მოდის, მე მწყინს. შეიძლება მე შენ არ გაგიმხილო ეგ სიტყვაზე, მაგრამ შინაგანად მწყინს. და სავარაუდოდ სახეზეც გეტყობა. ხო, მეტყობა. ხო, არ მართლა. ეგ ჩემი აზრით ყოველს პრობლემა არის. ფაქტობრივად რა, ესეთი 80% დარწმუნებული ჩემნაირად ფიქრობს. ეჭვიანი ხარ? არა. არა? ეხა ხო კაროა. ანუ ეჭვიანი მარტო მეუღლეს და არ მაქვს საუბარი. ზოგადად, აი ხე გეტყვი როგორი ეჭვიანი ვარ. უმიზეზოდ არ მეჭვიანობ. ეგ არის, რაღაც საშინელი ქცევა ჩემი აზრით. ეჭვიანობა არის ავადმყოფობა. ზომიერი ეჭვიანობა, არა, სერიოზულად, ზომიერი ეჭვიანობა არის ნორმალური და ეგრეც უნდა იყოს, მაგრამ ზედმეტად როცა ადამიანი ეჭვიანობს, ეგ ჩემი აზრით არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული. ეგ არის კომპლექსიანი და ყველანაირად უნდა იცოდოს ადამიანი, რომ თავის თავს დაარწმუნოს ის, რომ მშვიდად იყოს, სტაბილურად იყოს, ყველანაირად ეცადოს, რომ არ იეჭვიანოს, თუნდაც პარტნიორზე, თუნდაც მეგობარზე. მე ერთადერთი შეიძლება ვიეჭვიანო, აი რაზე ვიცი? აი ძალიან სისულელე რაღაცას ვიტყვი ახლა, რომ აი ჩემს მეუღლეზე ჯერჯერობით არ მქონი ისეთი რაღაც რომ მიეჭვიანი, იმიტომ რომ საბაბს არ მაძლევს. ანალოგიურად არც მე. ეგ არის ჰარმონიული და ნორმალური ურთიერთობა. ტოქსიკური ურთიერთობა არის კატასტროფა და ყველა ვის ტოქსიკურ ურთიერთობაშია ჯობია რომ ეხლა გამოხვიდეთ, ვიდრე მე დაიტრამბოთ თავი დამიჩერეთ. რაც არ უნდა გიყვარდეთ. შენ თვითონ თქვი ძალიან ბევრი რომ არავის ენდობი. არა, ეგრე არ მithქვამს ეხლა რომ არავის არ არა, თქვი. მე ვიმეორებ შენ სიტყვას. ხო. და საიდან მოდის ეგ? ეგეც ხო გარკვეულწილად ტრავმაა. ტრავმა არის, კი, ნახე რატო როცა რაღაცა გამოცდილებები გაქვს რაღაცა მეგობრებში, კონკრეტულად მეგობრებზე მაქვს საუბარი, ხა ოჯახიდან და იმისგან არა. რაღაცა როცა ვერ იღებ იმ დოზას, ესე ვიტყვი, რასაც შენ გასცემ, მე ცოტა დობის ფაქტორიც დაბლდება, ასე ვთქვათ და ძალიან იშვიათია ეგ, რომ ჩემი ნდობა მოიპოვოს ადამიანმა. მესამედ ეცადე რომ კითხვაზე პასუხი აგერიდებინა. რატო ავარდი არნაირად არა ავარდი. მე ეგრე ვგრძნობ არ ვიცი. და ისეთი ოცნება თუ დაგრჩა, რისი ახდენაც გინდა. კი. რა არის? თუ საიდუმლო არ არის? ორი ოცნება მაქვს. ერთი არის, რომ მინდა რომ ჩემი სოლო კონცერტი გავმართო. აი ჩემი და მეორე არის, რომ ჩემი ძმა იყოს ძალიან წარმატებული ფეხბურთელი და ბაბუის სახელი და მამის სახელი ასახელოს. და ვიტო იცოდე, რომ არ გაქვს უფლება რომ ფეხბურთი არ თამაშო. ფეხბურთს თამაშობს სხვათა შორის და მაგით. რამდენი წლისაა? 17-ის. 17-ის. კი ბატონო. წარმატებები. მადლობა ასევე. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას შვილიშვილი ხარ. მე ვიცი, სამწუხაროდ ვერ მოესწარე. მაგრამ როგორია იყო ვიტალი დარასელიას შვილიშვილი? ძალიან რთულია. ეხლა გეტყვით რატომ არის რთული. უფრო დიდი პასუხისმგებლობა გაქვს, უფრო ბევრი რაღაცა უნდა გაანალიზო, სანამ რაღაცა ნაბიჯს გადადგამ, იმიტომ რომ უკან ოჯახი მყავს. და ყოველთვის რაღაცას როცა ვაკეთებ, ჯერ ვითვალისწინებ ჩემს ოჯახს, ოჯახში ხარ თქო მე შევდივარ ეხლა და ზოგადად ჩვენს ოჯახს და შემდეგ ვდგამ ნაბიჯს. ამიტომ ცხოვრებაში ჯერჯერობით ისეთ რაღაც არ გამიკეთებია, რომ ვნანობ. იმიტომ რომ გააზრებულად ვაკეთებ ყველაფერს. და თუ მომავალში გავაკეთებ, რავი, ყველა ადამიანს მოდის შესაძლებელი. ნამდვილად. ფეხბურთი როგორ არის შენ ცხოვრებაში? ძალიან. ხო, ვისი გულ შემადგენელი ხარ? ზოგადად ბარსასი ვიყავი. ვაიმე. არა, ბარსასი ვიყავი, ეხლაც ვარ. ანუ მესი რო წავიდა, მაგრამ ბარსასი ვარ მთელი ბავშვობა. შენ? მე მილანის გულ შემადგენელი ვარ. გასაგები აქ ვერ ვემთხვევით. ვერ ვემთხვევით, ხო. არა, უშო ხდება ხოლმე. არა. კი, ხდება, მაგრამ ჩვენ ბევრი ჩემპიონთა ლიგა გვაქვს მოგებული ვიდრე თქვენ. ნუ ეგეც მართალია. კი ბატონო. და მეუღლე ვისი გულ შემადგენელი? თუ არის ფეხბურთში ჩართული? არა, არის ჩართული. ზოგადად მეუღლეს ჩვენი ბიჭები უყვარს ნაკრების, რომ მე არ ვიცი, მე მგონი მარტო დინამოს გულ შემადგენელი, მაგრამ ზოგადად ბარსა. მაგაში გავუგეთ ერთმანეთს.
და ბავშვობაში ხშირად უყურებდი ხოლმე ბაბუას ვიდეოებს, რაც არსებობს. კი, ხშირად უყურებდი და ბაბუის ვიდეოებს რო თავი დავანებოთ, მეც თამაშობდი დინამოს აკადემიაში. მართლა? ეგ არის რამდენი წლის ასაკში? 13, 14, 13 და 14. მე როგორ გამოგდიო, დარწმუნებული ვარ. და ბიჭები იყვნენ მხოლოდ. და მარტო ვიყავი. შენ იყავი გოგო მარტო, მაშინ არ იყო ქალთან გუნდი? არა, როგორ იყო იცი? ბაბუა ჩემი სახელობის აკადემია არის დიღომის ოთაშორის ვიტალი დარასელიასი. და იმდენად მინდოდა რომ მამა ჩემთან, ნუ არ ვიცი, აი მთელი დავა გქონდა რომ მამა მეთქი ფეხბურთზე შემიყვანე. არა, მეთქი ფეხბურთზე შემიყვანე, მართლა ვტიროდი. ანუ ისე მიყვარდა და ისე ანუ მომწონდა ეს პროცესი რომ ვიმატავებოდი ბიჭებს და აქე და ერთ ხუთბის მართლა ვწდებოდი. ოღონდ გადაჭარბების გარეშე დედას გებიცე. ნაკრების ბიჭებიდან იყო ვინმე მაგ დროს შენთან ერთად არა? ნაკრების ბიჭებიდან არ იყო. მაგ ხო მე მგონი არ იყო. არ მახსენდება. მაგრამ მაინც შემიგავიტანე როგორც ყოველთვის და ვიარე ცოტა ხანი, მაგრამ მე მამაჩემმა მაინც დაიწყო რომ შუა დაგიმახინჯდებაო ფეხებიო და მე როგორც მეკო აი ესე გექნებაო. ამიტომ აღარ გამოგზელე. და მწუხარ მაგის გამო. მეუღლეს საყვარელი ფეხბურთელი ვინ არის? აუ ესე არ ვიცი. მე მეგონა იტყოდი ვიტალი დარასელიაო. თავიდან შემეკითხე მიდი. თავიდან შემეკითხე. ხო. მიდი თუ გინდა იყოს ეგ. იყოს იქნება რა თქმა უნდა. მეუღლის საყვარელი ფეხბურთელი ვინ არის? რა კითხვებია გიორგი, ხა ვიტალი დარასელია. აჰა, ეგრე ჯობებს რა თქმა უნდა, სწორია. წეგანმა მახსენე. ფეხბურთის სამაშ მიშლი დაუდა. მე როგორც ვიცი, მამასაც ვიტალი ქვია. კი ბატონო, არა მარტო მამას, ჩემ ძმასაც ვიტალი ქვია. ხო. კი ბატონო, და ჩემმა ძმამ მე თავისუფლს ვიტალი უნდა დაარქვას. მართლა? ეგრე ვფიქრობ, ხა მე ვიტალის ვერ დავარქვე, იმიტომ რომ გვარი არ უწყობს ხელს. ძალიან საინტერესო ისტორია სხვა შორის მაგ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ დაარქვეს მამაჩემს ვიტალი და რატო დაარქვეს. მოკლედ, ბაბუა ჩემ როცა თამაშობდა, იყო თასების თასი, უნდა მოიგოთ. და ესეთი რაღაც გაჟღერდა გუნდში, რომ ვინცო გაიტანსო გოლსო, მაგის სახელსო დაარქმევთო მერე შვილსო. ბაბუა ჩემმა გაიტანა ყველა ვიცის გოლი და დაარქვეს მამაჩემს ვიტალი. ეგეთი ისტორია. ძალიან მარტივად. ნო, მაგრამ ჩემს მას რატო დაარქვეს ვიტალი დღემდე არ ვიცი. აი დღემდე არ ვიცი. მაგრამ რატო დაარქვეს იცი? მე ვიცი მაგას პასუხი. ალბათ მაინც ვიტალი დარასელიას სახელი და გვარი რო არ დაიკარგოს. მე ეგრე ვფიქრობ. მაგრამ ჩემი ძმა რა დღემდე ხა მართლა ძალიან დიდ პოტივს ცემე და დღემდე ახსოვთ რომელი წლებია, თან 25 წლის იყო რომ გარდაიცვალა. თუ შეგიძლია შენი თავი დაახასიათო სამი სიტყვით. მე რო არ დავახასიათო და ჩვენ მაყურებელმა რო დაგვახასიათოს ეგრე მოდი შენ დაახასიათე და მე მაყურებელს თუ დაემთხვეო. შრომის მოყვარე. კეთილი და მიზანდასახული. კი ბატონო. და ნახე საპასუხისმგებლობა შენგან. მე მაინტერესებს ვინ არის შენი ტოპ 5 ქართველი ფეხბურთელი. ოჰო. პირველი ვიტალი დარასელია. რა თქმა უნდა. კვარა მეორე არის. მამარდაშვილი. გიორგი მამარდაშვილი შვენიერი გუნდია უკვე. მიქაუტაძე. და ყიფიანიც, რა თქმა უნდა. ყიფიანი, ოღონდ ვიტალის პერიოდს ვარ. ვიტალი, ყიფიანი და მიყევი მე. როგორც ვიტალი, ყიფიანი და მერე კვარა, მამარდა და მიქაუტაძე. კი ბატონო. შვენიერი. სამალ გეგმები რა გაქვს ისე? ჩემი საავტორო სიმღერები, რომელიც უკვე გზაშია. კი ბატონო. ორი სიმღერა, ერთი იქნება სხვა შორის ბაბუაზე. ვიტალი დარასელის ჰიმნი იქნება და მეორე ნუ ჩემი საავტორო სიმღერა იქნება. ძალიან საპასუხისმგებლო რაღაცა შეეჭიდი ბაბუაზე სიმღერა. კი ბატონო, თან მით უმეტეს ძალიან სერიოზული კლიპი უნდა გადავიღოთ. აი ძველი ლეგენდები და ახლების და ძალიან მაგარი ვიდეო იქნება მოკლედ, ნაკრების ბიჭები და მაგას ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით ესე, იმიტომ რომ მაყურებელიც შეცდომაში შევიყვანო, მაგრამ ახლო პერიოდში იქნება. ბოლოში რო გავიდეთ, შენ კითხვი რომ ბულინგის მსხვერპლი არ ყოფილვარო, მაგრამ ამ გადაცემის ქვევით ვიღაც აუცილებლად დაგვიწერს ცუდ კომენტარს. და შენი აზრით რას დაგვიწერს? არ ვიცი რას და. არ ვიცი? აი მართლა ვერ ძალიან ბედნიერი ადამიანი ხარ, რომ ცუდი კომენტარი არ ანუ იცი რა არის გულთან ახლოს, შეიძლება ემოციონალ, მაგრამ გულთან ახლოს არ ვიდებ ეგეთ რაღაცებს, რა და ხო, არა, ეგ თუ გულთან ახლოს მიიტანე, სავარაუდოდ დაასრულებ კარიერას. ხო, მაგას ამბობ, ყოველთვის არიან ეგეთი ადამიანები, ვინც შენზე ცუდ სიტყვიან და ყოველთვის არიან ვინც სიტყვის კარგ შენზე. აი, მე ხო ფსიქოლოგიას ვსწავლობ. კი ბატონო. მე მაინტერესებს აი შენი აზრით რატო იქცევიან ადამიანები ეგრე? ო, კაი შეკითხვა. შეხედე, ჩემი აზრით რაღაცა აკლიათ, უნდათ რომ იყვნენ შენ როგორც ხარ იქ, მაგრამ ვერ გამოსდით ან არ გამოსდით და ჩემი აზრით მართლა არის პრობლემა თვით შეფასებაზე.
თვით შეფასება არ აქვს. მე ხა რაც არ უნდა ადამიანი არ მომწონდეს, სიტყვაზე ვამბობ, არასოდეს ცხოვრებაში არ დაუწერ ცუდ კომენტარს. რა თქმა უნდა, არანაირად. აი მირჩევნია თუ რაღაც სიტყვაზე არ მომწონს, აი შენი ხო მოვალ, პირდაპირ გეტყვი, იცი რა გიორგი, აი სიტყვაზე ეს რაღაცა ამ სიამოვნების შევდამი და რაღაც გამოასწორე. ეგ არის რჩევის სახით მიღება. მაგრამ ესე რომ კომენტარში დაუწერო სიტყვაზე, იცი რა არის, აი შენ ცუდი ხარ, შენ ეს ხარ, ეგ არის, ნუ აშლილობა არის, ეგ ნერვული სისტემის დარღვევა, რა უნდა ვთქვა მეტი, ანუ კომპლექსიანი ადამიანის ის არის. ქცევა. კი ბატონო. წარმატებებს გისურვებ. მადლობა. დიდი მადლობა რომ მესტუმრე დღეს და რა ვიცი, როგორც ხვდები ძალიან ბევრი გეგმა გაქვს და ძალიან ორი ძალიან კარგი ოცნება. კიდე ღმერთით იმედია გამომივა. მადლობა ძალიან დიდი. წარმატებები თქვენ კი გამოიწერეთ არხი და დაგვიწერეთ კომენტარები. დროებით.